იმას, რომ ველოდი თუ არა მე პირველ საშუალო სკოლის დირექტორობას, ან და საერთოდ დირექტორობას სიმართლე გითხრათ, თითქმის არც მიფიქრია ამაზე, და არც ველოდი. თითქოს მოულოდნელიც იყო და არ ველოდი განა იმიტომ, რომ დაუშვათ მეშინოდა სკოლის რაღაცისა, ან და რაღაცის იმედი აქვს და პირიქით, მე ვიცოდი რომ ძლიერი სკოლა იყო ეს და აი აქედან გამომდინარე, გარკვეული წლებია მე სკოლაში არ მიმუშავია და შეიძლება შემშინებოდა კიდეც. თუმცა შემოვედი თუ არა სკოლაში და 2 კვირა უკვე მე სკოლაში ვარ, დავწმუნდი რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი თავის საგნის სპეციალისტები, კარგი ხელმძღვანელები გვყავს, კარგი მასწავლებლები გვყავს და რაც მთავარია ძალიან კარგი მოსწავლეები გვყავს. და ეს არის უკვე რამდენიმე ღონისძიებას ჩვენ სკოლაში გამართულს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ როგორც ამ ღონისძიებების ორგანიზატორებისაგან, ასევე იმ კონტინგენტისაგან და იმ მოსწავლეებისაგან, რომლებმაც ამ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. საკმაოდ ძლიერი კოლექტივია და საკმაოდ ძლიერი მოსწავლეები გვყავს. მე მიამაყება მაგალითად აი ეს ჩემი კოლექტივის ეს შემართება. თქვენი აზრით სკოლას ძალიან კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს თუ არის რაღაც პრობლემები რა გააჩნია თუ არა ამჟამად აი პრობლემები რა პრობლემები აქვს? მოგახსენებთ, პრობლემები ძალიან ბევრია მოგახსენებათ და მით უმეტეს სკოლაში და ისეთ სკოლაში როგორც პირველი საშუალო სკოლა. კიდევ ხას უსვამ ეს არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. თვითონ შენობა არის ინჟინერულადაც რა ვიცი გნებავთ ასე დავარქვათ ისეთნაირად გამფენილი რომ ჭირს კონტროლი პირველ რიგში. корпуსები ისე ერთი მეორესგან თითქოს და დამოუკიდებლად ერთი მოზე. ბევრი უკვე წავაწვდენ რომ გზასაც ვერ იგნებს რომ შემოდიან საიდან უნდა გავიდეს და ასე შემდეგ. პრობლემები არის ძალიან ბევრი ინვენტარი და გამავეჯი თუ შეიძლება ასე ითქვას მოსწავლებისათვის აუცილებელი და გვაქვს, ვერ ვიტყვით რომ არა გვაქვს, მაგრამ რამდენადაც კარგად არის დაცული კაბინეტები, კლას კაბინეტები, იმდელად ჩემ და სამწუხაროდ უნდა მოგახსენოთ რომ მოულელი გვაქვს დირექტორები და საერთო ხედი სკოლისა. რა ვიცი, პირველ რიგში მე მაინც ამ პრობლემას გამოვხდი. აი აქამდე ისიც იყო რომ ღია იყო მთლიანად. სიმბოლურად იკეთებოდა ცენტრალური შემოსასვლელი, მაგრამ სარდაფიდან კიბის უჯრედით ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო შემოსვლა შენობაში და მე იქ რა ხდებოდა და რა მოხდებოდა ალბათ მოგეხსენებათ. ეს პრობლემა უკვე გადაწყდა, რაიონული გამგეობა დაგვეხმარა. იქით ამოშენებები გავაკეთეთ, ეზო ღია იყო უпроსორეთ და მოგვეხმარნენ ბატონ თემურის მინდა, მე ბატონ ვაჟას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. იურის მინდა ჩვენი კოლშენის ხელმძღვანელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისათვის რომ შევძელით მათი დახმარებით შევძელით დაიკეტა ჭიშკარი ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც რითიც ეზო დავიცავით როგორც მოსიარულეებისაგან ასევე ნაპატიებდა ნაგვის დაკრისაგან.